მადლობა. ანუ სანამ ხალხი აი აქ უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე თბილისში, ქუჩებში, თბილისის განაგრძობს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის, ევროპული არჩევანისთვის, ევროპა არ თანამშრომლობს, სულ უფრო არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, მაგრამ ამავე დროს ის გამოთქვამს სრულ ზალტყოფნას ითანამშრომლობს ქართულ ხალხთან, ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ის განცხადება, რომელიც გააკეთა ბორელმა, რა თქმა უნდა, და ის შეთავაზება, ის წინადადება, რომელთაც ის გამოვიდა, არის უნიკალურიც, ბევრისთვის მოულოდნელიც, ბევრისთვის და ძალიან სასიამოვნო, უპრეცედენტოა, რომელიც გულისხმობს მთავრობისთვის, რომელიც აშენებს ქვეყანაში ავტორიტარიზმს, ნაცვლად დემოკრატიული წყობილებისა, შეუჩერდეს პროგრამული დაფინანსება 100 მილიონი ევროს ოდენობით და ეს თანხა მთლიანად მოხმარდეს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ქვეყანაში უბრალოდ დემოკრატიის მშენებლობით კი არ დაკავდება, არამედ ამ ეტაპზე სამწუხარო კიდევ უფრო რეალობაა, ავტორიტარიზმში იბრძოლებს დემოკრატიის გამარჯვებისთვის. და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ აძლიერებს წინააღმდეგობის პროცესს ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. სულ უფრო ზრდის ბრძოლის მუხტს და ეს არ არის შემთხვევითი. როდესაც ხელისუფლება ოცნების სახით არის დაცლილი ლეგიტიმაციისგან, როდესაც არანაირი აღიარება დასავლეთის მხრიდან არ აქვს. მას არც ამერიკის შეერთებული შტატებისგან, არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან, არც დიდი ბრიტანეთისგან. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არც ერთი ოპოზიციური პარტია გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რაც არ უნდა იქილიკოს, ეხლა ქართულმა ოცნებამ ეხლა და თქვას, რომ ისიც რა ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება საქართველოს პარლამენტს, ჯერის როგორ იქნება ეს საქართველოს პარლამენტი, ეს არის ივანიშვილის რაღაცა სანოტარო ბიურო, ხო? პოლიტიკა შედგება ორი მხარისგან, ხელისუფლებისგან და ოპოზიციისგან. კარგით, ოპოზიცია არ აღიარებს, არ შედის ამ გაყალბებულ არჩევნების შედეგად რაღაც დასაკომპლექტებელ პარლამენტში. სამოქალაქო საზოგადოება არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს ქვეყნში. ქვეყნის პრეზიდენტი არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. ეხლა მაპატიეთ, ეხლა ვერც ერთი ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს, ივანიშვილის მაგივრად, გუმბარიძე რო იყოს, ან თაბუკაშვილი, გვარად, ვინც არ უნდა იყოს, შეუძლებელია ის უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს. მანე ძალიან კარგად იცის. ამიტომ ის იხტიბარს უბრალოდ არ იტეხს. და აქვს იმედი, რომ ხალხი შეწყვეტს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის, ხალხი შეწყვეტს ბრძოლას ევროპისთვის, ეროვნული მასასადამი ინტერესისთვის და დანებდება რუსულ ინტერესს და რუსულ პოლიტიკას. რუსულ ინსტრუქციები აქ არ იმუშავებს. და ამის ნათელი დადასტურება არის გადაჭარბების გარეშე ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ და გრძელდება გუშინდელი დღის შემდეგ და გაგრძელდება მანაც ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩაენიშნება. არ სიამოვნებს ბევრს არავის. ხო, თუ არა ყველას, სიცივეში, ყინვაში ალბათ გამთენიისას, ხო, სხვა თაობის წარმომადგენლებს, რომელსაც ისედაც უამრავი სხვა სახელმწიფო პრობლემა აქვს, ოჯახებს წნებიან, მაგრამ ქუჩა არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და ამის გამოყენებას თავიდან ბოლომდე ვაპირებთ. ვაპირებთ მანამ სანამ ის შეთანხმება, რომელზეც ხელი დაუსწრებად მოვაწერეთ, უტრირებ, რა თქმა უნდა, განსხვავებულმა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა და გულისხმობს მომავალზე შეთანხმებას, სადაც მოქალაქეები ჩვენის აზრით, პოზიციით უნდა გადაწყვიტოს, როგორი სახელმწიფო უნდა კონდეს მას და როგორი სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყოს, ის არ იქნება აღსრულებული. გუშინდელი დღიდან და არა მხოლოდ გუშინდელი დღიდან, მაგრამ განსაკუთრებით გუშინდელი დღიდან პროტესტი სხვა ეტაპზე გადავიდა, ჩვენ გადაწყვეტილებაში გავძლიერდით. არაფერი იმაზე სასიამოვნო არ არის, რაც არ უნდა დაუღლელი, რაც არ უნდა, ასე თქვათ, არასასიამოვნო კლიმატურ პირობებში გიწევდეს პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად ამისა, არაფერი ამაზე საინტერესოს და სასიამოვნოც არ არის კონდეს განცდა, რომ იბრძოდე შენი სახელმწიფოს სიძლიერისთვის, ქართული დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოსთვის იბრძოდე. როდესაც მეორე მხარეს ამ დროს არის ერთ-ერთი ინტერესი აშენოს ავტორიტარული სახელმწიფო. ავტორიტარიზმი აქ არ გავა უბრალოდ ავტორიტარიზმი და ეს პროცესი არ შეჩერდება, არ განელდება. არა თუ არ განელდება და არ შეჩერდება. მზარდი, ინტენსიური,
უფრო და უფრო ენერგიული იქნება, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული და მიზანი არის რეჟიმის რყევა, სანამ ის არ ჩამოინგრევა, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი და ეს იდეა სულ უფრო და უფრო პოპულარულია და ამ იდეის გარშემო სულ უფრო და უფრო ძლიერი კონსოლიდაცია აქვს ადგილი ქვეყნში და ქვეყნის გარეთაც. კი ბატონო და ბატონიკა, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა გითხოთ, ეს არის სახალხო პარლამენტის იდეა, როგორც ვიცით, საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს კონსულტაციები, გულისხმობს სახალხო პარლამენტის თემას და ის სწორედ ბორელის განცხადებიდან კონტექსტში გითხავთ, როდესაც თქვენ თქვით, რომ სწორია, როდესაც დაფინანსება ევროკავშირის მხრიდან იქნება სამოქალაქო საზოგადოების მისამართით და არა ხელისუფლების და აი ამ კონტექსტში სახალხო პარლამენტის იდეაც ემსახურება თუ არა იმას, რომ სწორედ კომუნიკაცია შეინარჩუნოთ თქვენ პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ეს იყოს გზა, როდესაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე და ევროპულ ინტეგრაციაზე იქნება კავშირი უწყვეტი სწორედ ჩვენს მეგობრებთან, ევროპელ მეგობრებთან. დღეს ბორელმა კიდევ ერთხელ ნაცვლად თქვა და არა მხოლოდ ბორელმა მორიგჯერზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის თვითმარქვია ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს ხალხის ინტერესს, ანუ ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ეს გზა, რომელსაც ადგას ახლა აწუხი ამორჩეველი საქართველოს საზოგადოება არის ევროპისთვის ბრძოლის გზა და ამ ბრძოლის გზაზე რა კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება ყველაზე უპრიანი, პრაგმატული, რაციონალური და სასარგებლო ის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მე კონკრეტული ინიციატივას არ ვიცნობ, შემიძლია გითხრათ თქვენგან გულწრფელად ეხლა ქუჩაში ვარ. კი ბატონო, რა გეტყვით? კი ბატონიკა, ანუ საუბარი არის არ ვიცნობ, ეხლა რაც არ ვიცნობ. არ ვიცნობ, ანუ ეხლა რაც არ ვიცნობ, გითხარით თუ იქნება, არ ვიცით, იმიტომ რომ ქუჩაში ვართ. უბრალოდ გავიგე აზრი, რა თქმა უნდა და ვეცადე მაინც გამეცა პასუხი, ნებისმიერი წინადადება, რომელიც მოემსახურება ეროვნულ ინტერესს ამ ბრძოლის სტადიაზე, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება განსახილველად. უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი ახლა. კი ბატონო, და ბატონიკა, აუცილებლად მინდა გითხოთ, კიდევ ერთი თარიღი არის წინ 25 ნოემბერი, როდესაც ოცნება აპირებს, რომ შეიკრიბოს პარლამენტში. დღეს კობახიძემაც ისაუბრა ამაზე და თქვა, რომ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობასაც წარმოუდგენთ, ბუნებრივიაო, ანუ რაღაცა საკუთარ დღის წესრიგს მიყვებიან. როგორი არის მოლოდინი ზუსტად აი ამ 25 ნოემბერთან დაკავშირებით და რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული ხელისუფლება მოახერხებს თუ არა იმ პარლამენტში შეკრება, სადაც მარტო უნდა იყვნენ წარმოდგენილები? ესეთ რა, მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ თავდაჯერებულად უკვე, რომ ეს პარლამენტი არ არის საქართველოს პარლამენტი, ის ვერ იქნება საქართველოს პარლამენტი. რატომ? ვინაიდან არ გამოხატავს არც ამორჩეველის ინტერესს და არც ხალხის ინტერესს. ეს არის სამთავრო ბიურო. საქართველოს პარლამენტი ეს ვერ იქნება. ამიტომ ჩვენი მიზანი უკვე გაცხადებულია, ქვეყანაში ახალი არჩევნები მოპოვება. როდის მოვიპოვებთ ამ შესაძლებლობას? ეხლა 25-ში, 24-ში, 26-ში, 27-ში, 28-ში თუ მომდევნო დღეებში ამას ყველანი ერთად ვნახავთ. ეხლა რაიმე ტიპის კონკრეტული პროგნოზისგან გაკეთებისგან ეხლა თავ შევიკავებდი, მაგრამ მიზანი გვაქვს გაცხადებული, წილი ნაყარი აქვს ივანიშვილს, წილი ნაყარი აქვს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ზოგადად ჩვენ გვინდა ქვეყანაში სუვერენული, ანუ ქართული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, მას უნდა რუსული ყაიდის ბილად რო ვთქვათ, თუ არა პირდაპირ რუსული სახელმწიფო, რუსული ხელისუფლება, რუსული მმართველობა. როდესაც რუსულია მმართველობა, რა მნიშვნელობა აქვს? ჩემთვის უკვე არის რუსული სახელმწიფო, როდესაც რუსული მმართველობით იმართება სახელმწიფო, მაგრამ პლუს როდესაც გეოპოლიტიკურ კურსი ასე დეკლარირებულად, რომ საერთოდ წყალი არ გაუვა ივანიშვილის ზრახვებს. პრინციპში არც მალავს ეს ადამიანი. ამიტომ კონკრეტული ეხა რომელი რიგითი კალენდარული დღე იქნება, სადაც ის კაპიტულაციას გამოაცხადებს ქართველი ხალხის წინაშე, ამას ყველანი ერთად ვნახავთ. ეს ბრძოლა მიმდინარეობს. და როდის დასრულდება, ამას ყველანი ერთად
ვიხილავთ და არ იქნება სერიოზული ჩემს გამო რომელიმე კონკრეტულ რიგით კალენდარულ დღეზე დავხოთ წერტილი, ხო? კი ბატონო და ბატონიკა ასევე გკითხავთ აი სწორედ ნიკა გვარამიას განცხადებიდან გამომდინარე რომელმაც ისაუბრა ჩვენს ეთერში ივანიშვილისგან სიგნალებზე შეთავაზებაზე ალბათ იქნებით საქმის კურსში რასაც ვგულისხმობ ნიკა გვარამიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ძალიან მარტივია მე ვფიქრობ ნიკა ახლა ძალიან მარტივია ახლა ივანიშვილის ხელით ივანიშვილი თავად ყველაზე უკეთ ხდება რომ თეორიული შანსიც არ აქვს სხვა ბედნიერებასთან ერთად ჭალებში რა თქმა უნდა, თეორიული შანსიც არ აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა ყობახიძეს პირობებში, რომელიც ირანში და არ ვიცი ჰამასის ტალანებში ნაბოდიალებია და სიკვდილი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეძახილების თანამონაწილეა დარბაზში შეუძლებელი არის ახლა ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის ასეთი გამყალბებელი ხელისუფლება გვერდითელ გადავდოთ, აი ასეთი მთავრობის ხელმძღვანელის პირობებში ინარჩუნებდეს რაიმე ტიპის შანსი, რომ მათ შორის მოხდეს ურთიერთგაგება. თუმცა ივანიშვილი აუცილებლად გამონახავს მისი მოკლეჭკუით გზებს, როგორ გაეცეს მაქსიმალურად რბილად და მოამზადოს ეგრეთ წოდებული პარაშუტი, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული ანუ ხალხზე და ხალხის დიქტატის ქვეშ მოუწევს ივანიშვილს მოქმედება. წავა ის დრო, რაც არ უნდა ბევრს უყვირდეს, ძალიან მალე, როდესაც ივანიშვილია მოკარნახე და ხალხი არის მოპასუხი. კი ბატონო. ბევრ ამას უახლოეს პერიოდში დავინახავთ. კი ბატონო, თუმცა აი ბატონიკა მე ვგულისხმობდი ივანიშვილისგან შეთავაზებას, რომ აი მთავრობის რაღაცა შეცვლის სანაცვლოდ ყოფილიყო მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ოპოზიციის მხრიდან არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარება. საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს ვითარების მისი ჭკუით განმუხტვაზე, მაგრამ ეს არის ამაო ცდელობა. შეუძლებელია რეჟიმმა ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე ეს მისთვის ჩიხური მდგომარეობას თავი დააღწიოს. უბრალოდ იცდილობს ახლა საერთაშორისო პარტნიორებთან, ხალხის პარტნიორებთან, ისინი აღარ წარმოადგენენ ივანიშვილის პარტნიორებს, რაღაცა ტიპის კომუნიკაცია და საკომუნიკაციო არხები ახალი დაამყაროს, მაგრამ ამაო, სრულიად ამაო. კი ბატონო და ბატონიკა კიდევ ერთი კითხვა დღეს 7 საათზე ელოდებით ასევე მოქალაქეებს კვლავ სწორედ იმ ლოკაციებზე სადაც მთელი ღამის განმავლობაში იყავით აი გითხარით დიახ 7 საათზე დიახაც 7 საათზე გაიმართება აქ მიტინგი აქცია დიდი მანამდე ხალხი რა თქმა უნდა ბევრი მოდის ახლა მოგეხსენება ცოცხალი გამზირია უამრავი ადამიანი შემოედინება გაედინება და ეს ყველაფერი გაგრძელდება, მაგრამ კონკრეტულად მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენ უკვე გავაკეთეთ 7 საათზე. რასაც რა თქმა უნდა თქვენი მეშვეობით გაიგებს საზოგადოებას. მოკლედ აქ არაფერი გასაკვირი არ არის ის დავიწყებით დავასრულებ, რომ ეს არის ყოველდღიური წინააღმდეგობის რეჟიმი. გუშინდელი დღე იყო წინააღმდეგობის ძლიერი აქტი, ჩემის აზრით და ასეთი იქნება მომდენო დღეებში. ყოველ მიზეზს გარეშე ყოველ დღე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ნიკა მელიას, რომელიც გვერდებოდა პირდაპირ ეთერში საპროტესტო აქციიდან და